პატიმრობაში მყოფი იმედა სურმანიძის ახლობლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს. ისინი საქმის გადახედვას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. სურმანიძის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პატიმარს 12 წლის თავისუფლების აღკვეთა ცრუჩვენების საფუძველზე მიესაჯა. ცრუჩვენებები კი დაკავებულის ახლობლებს ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. იმედა სურმანიძე ნარკოტიკების შეძენის შენახვა რეალიზაციის ბრალდებით 2011 წლის 14 თებერვალს დააკავეს. ის სასჯელს ქუთაისის მეორე საპატიმროში იხდის. ადამიანი, რომელიც დღეს უკანონოდ იხდის სასჯელს, არის ძალიან მძიმედ ჯანმრთელობის თვალსაზრისით და კანონი ითვალისწინებს ამას, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან ერთად ჩვენი მოთხოვნა ეხება იმასაც, რომ შემდგომი პროცესი, რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს, ვინაიდან ამის საფუძველს იძლევა ის მოწმეები, რომლებიც იყვნენ მთავარი მოწმეები ბრალდების მხარის,